როგორ მუშაობს ფორმულა 1-ის ბოლიდზე DRS-ი. ანუ drag reduction system-ი. ქართულად ეს არის აეროდინამიკული წინაღობის შემცირების სისტემა. მისი მუშაობის პრინციპის ახსნა ჩვენმა რამდენიმე აქტიურმა მაყურებელმა ითხოვა და ეს ვიდეო სწორედ ამ თემას ეხება. მაგრამ სანამ უშუალოდ ახსნაზე გადავალთ, აუცილებელია რამდენიმე სიტყვით ბოლიდის ფრთებზე ვისაუბროთ. ფორმულა 1-ის ბოლიდი ისეა შექმნილი, რომ დამწოლი ძალა გამოიმუშაოს. ეს არის აეროდინამიკული ძალა, რომელიც მოძრაობისას ბოლიდს ვერტიკალურად აწვება და ასფალტზე აკრავს. ამასთან, რაც უფრო სწრაფად მოძრაობს ბოლიდი, დამწოლი ძალაც იზრდება. მაგალითად, 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს ის 800 კგ-ს აღწევს. ანუ ფორმულა 1-ის ბოლიდის მინიმალურ წონას უტოლდება. დამწოლი ძალის მნიშვნელოვან ნაწილს ბოლიდის წინა და უკანა ფრთები გამოიმუშავებს. წინა ფრთას უფრო მეტად ბალანსის ფუნქცია აქვს, ხოლო უკანა ფრთა ქმნის კომპრომისს, მოსახვევებში მოჭიდებასა და სწორ მონაკვეთზე სისწრაფეს შორის, რადგან ორივე ერთად არ გამოდის. ჩვენ სწორედ უკანა ფრთა გვაინტერესებს. კონკრეტული ტრასის კონფიგურაციიდან გამომდინარე, იცვლება უკანა ფრთის ფორმა და მისი დახრის კუთხე. მაგალითად, მონცაზე, სადაც უმეტესწილად სწორი მონაკვეთებია და მაქსიმალური სიჩქარეა საჭირო, უკანა ფრთა უფრო პატარაა და დახრის კუთხეც უფრო მახვილი. ხოლო მონაკოში, სადაც სწორი მონაკვეთები არ არის და ძირითადად მოსახვევებია, უკანა ფრთა უფრო დიდია და ფრთის დახრის კუთხეც მაღალი. შესაბამისად, დრაგი ანუ აეროდინამიკული წინაღობა ბოლიდს მონაკოში მაქსიმალური აქვს, ხოლო მონცაზე მინიმალური. და აი მივედით იქ, საიდანაც დავიწყეთ. DRS-ი, აეროდინამიკული წინაღობის შემცირების სისტემა, არის მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც პილოტი ცვლის უკანა ფრთის დახრის კუთხეს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ის აღებს უკანა ფრთის ზედა ფირფიტას, რომ წინაღობის შემცირებით მაქსიმალური სიჩქარე გაზარდოს. DRS-ის სისტემის გამოყენებას თავისი წესები აქვს. ტრასებზე FIA-ს მიერ გამოყოფილია კონკრეტული ზონები, სადაც ამ სისტემის აქტივაციაა შესაძლებელი. უმეტესწილად ეს სწორი მონაკვეთებია. ვარჯიშებზე და კვალიფიკაციის დროს DRS ზონებში პილოტს თავისი სურვილის მიხედვით შეუძლია დახუროს ან გახსნას უკანა ფრთა, მაგრამ რბოლაში სიტუაცია სხვანაირადაა. ავხსნათ ეს ბრაზილიის ტრასის მაგალითზე. ინტერლაგოსზე 2 დამოუკიდებელი DRS ზონაა, მესამე და მეოთხე მოსახვევებს შორის და მე-14 მოსახვევიდან სტარტ-ფინიშის მონაკვეთის ჩათვლით. მდევარ პილოტს შეუძლია ფრთის გახსნა იმ შემთხვევაში, თუ წინ მიმავალი ბოლიდი დეტექციის წერტილში მისგან 1 წამზე ნაკლები დროით არის დაშორებული. ამ ხაზზე, რომელიც პირველი DRS-ის ზონის დეტექციის წერტილია, თუ წინ მიმავალი ბოლიდი მდევრისგან 1 წამზე ნაკლები დროითაა დაშორებული, მაშინ მდევარს შეუძლია ფრთის გახსნა უკვე DRS-ის აქტივაციის ხაზიდან. მეორე DRS ზონაშიც იგივე პრინციპია. დეტექციის წერტილში დროში სხვაობის გაზომვა და 1 წამზე ნაკლები ჩამორჩენის შემთხვევაში აქტივაციის ხაზზე ფრთის გახსნა. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ DRS-ის სისტემა მოქმედებს წრეზე ჩამორჩენილ პილოტთან მიმართებაშიც, მისი აქტივაცია ხდება რბოლის სტარტიდან ან რესტარტიდან მეორე წრეზე, ის ავტომატურად ითიშება, როცა პილოტი მუხრუჭს იყენებს და რომ მისი გამოყენება წვიმაში შეუძლებელია.